როგორი იყო ამ პერიოდში მამა? თქვენ ინტერვიუში ასეთ რაღაცა თქვით, რაც ძალიან მომხდა გულზე, რომ დედა და მამას ერთმანეთი მაინც ყავდათო? ხო, და ერთმანეთს ასეთ ვისი აძლიერებდნენ და მე ფაქტობრივად მარტო დავჭი, იმიტომ რომ ჩემი ძმა, ჩემი ნახევარი იყო და აღარავინ აღარ ყავდა გვერდით. რა შეიცვალა მამას როგორ შემოქმედის ცხოვრებაში თქვენი ძმის გარდაცვალების შემდეგ? იცით, აი წერა ინტერვიუშიც თქვა მაშინვე გააგრძელა, მართლა მაშინვე, იმავე დღეს და ერთ კვირა შეიძლება არა, მაგრამ ძალიან ეხა ერთ კვირიანი შესვენებები მაგას უქონდა, რაღაც პერიოდი რომ ვეღარ მუშაობდა და გადაიწვებოდა, მე აღარ მუშაობდა რამდენიმე დღე, ეს დალევაში გამოიხატებოდა სხვა რამეში, მოკლედ მე ისევ ასე რაღაც პერიოდულობით ჩდებოდა ყოველთვის მაგიდასთან და მაშინაც რაღაც პერიოდი არა, მაგრამ საკმაოდ პატარა პერიოდი, მალევე დაჭდა და სხვა შორის იცით რა ქონდა რომ ირაკლის არ დააბრალონო, რომ მე ვეღარ წერო და კიდე უფრო ის ქონდა რა. ტრაგიზმი გაჩნდა ნაწარმოებებში? ხო და აი იმდენად არა. იმიტომ რომ ეგ უფრო ქონდა რომ არ რამეში სხვანაირი არ მხდარიყო, ცუდად სხვანაირს გულისხმობ და არ დაბრალებოდა ირაკლის. ის აქვს ძალიან მაგარი ერთ-ერთ ინტერვიუში ამბობს, რომ რეზო ჩხეიძე და ნიკო ჭავჭავაძე ღამე მოდიოდნენ, ყველა რომ მიდიოდაო და ჩემთან ვეუნოდ წადითო და მარტო არ ტოვებდნენ და სულ ჩემს გვერდით იყვნენ. მართლა იმ ხელას ეთქოდა, იმ ხელა ის ქონდა ყველასგან, რომ აი არ ვიცი. ომის ამბავი დაუმალა მეუღლემ. გაიგო. დისიდენტი იყო და ზუსტად გამსახურდიას მეგობარი იყო, მამა ჩემი პირადად რო გავიხსენო ახლა, სამოქალაქო ომის დროს ის რო დაინგრა რუსთაველი და თბილისი. სანამ ბოლომდე არ აღდგა რუსთაველზე არ გაუვლია. იმდენად ნერვიულობდა. რო არ ენახა, ხო. როგორი იყო ამ პერიოდში გახსოვთ? იცით, აი ეგ პერიოდი ზუსტად არ ჩემი ძმის ამბის მერე პერიოდი და ამიტომ აი მართლა რაღაცა რეალობა თუ იყო ვერ მახსენე, აი ცუდი სიზმარი კი არა, რა დავარქვა ყველასთვის, ჩვენთვის რაღაც აი ვერც მახსენდება რა იყო, აი არ ვიცი, რაღაცა სიშავე და აი ამ სიშავეში წავიდა ეს ცუდი ამბები ქვეყნისთვისაც და რაღაცა დაემთხვა ერთმანეთს ეს ჩვენი ტრაგედია და ქვეყნის ტრაგედია და ერთი იყო მთლიანად რომ რაღაცა კოშმარი დადგა დედამიწაზე.